Ყველყურეთ ბიზნეს კურიერს პირველ გამოშვებას 2015 წელს დღეს 17 იანვარია მე აკაკი გოგიჩაიშვილი ვარ და გასული კვირის მთავარ ეკონომიკურ მოვლენებს მიშა სესიაშვილთან ერთად გაგაცნობთ მოგესალმებით. მოგესალმებით. აუცილებელია ვინმემ გამოიძიოს ვის გადაურიცხა მთავრობამ დეკემბრის ბოლოს 3 დღეში 300 მილიონი რითაც ბიუჯეტი ქაღალდზე შეასრულა, თუმცა სამაგიეროდ ლარს დაარტყა და მომხმარებელსაც აცხადებს ექსპერტი. მთავრობამ მთლიან ეკონომიკასაც დაარტყა, ამით მიიჩნევენ ექსპერტები მთლიანი შიდა პროდუქტი ნოემბერში არათუ გაიზარდა, არამედ 9% შემცირდა კიდეც და სწორედ ეს იყო შედეგი, ამბობენ ისინი. რუსეთის ეკონომიკა სულ ზღაფავს, ბიუჯეტიც კი შეკვეცა სანქციებისა და ნავთობის ვარდნის გამო, თუმცა საქართველოს მაინც არ ეშვება და ახლა ეკონომიკურ ექსპანსიას ცდილობს. კარგი მომენტია საჩვენოდ მთავრობა კი ვერ იყენებს, აცხადებენ ექსპერტები. 27 დეკემბერს ბოლო ბიზნეს კურიერიდან დღემდე ლარი ისევ დამკვეთრად დაეცა და კიდევ ეცემა არა და საახალწლოდ მთავრობამ ლარის დრამატული რყევა ამოწურულად გამოაცხადა, ხოლო მთავარი მიზეზი ცრუ ექსპერტთა მიერ შექმნილი პანიკა ამოწურულად. ითქვა მეორე მიზეზიც დოლარის გლობალური გამყარება, თუმცა სხვა ვალუტები დღემდე სულ 4%-ით დაეცა დოლართან, ლარი კი მთელი 10%-ით. და ამის ახსნას სხვა მიზეზი ჭირდება, რომელსაც ახლავე მოგახსენებთ, თუმცა მანამდე დაუბრუნდეთ 2014-ის დეკემბერს, როდესაც და ეს ჩვენს ვირტუალურ გრაფიკზეც კარგად ჩანს, ლარმა მართლაც შეინარჩუნა უძრაობა ერთი კვირის განმავლობაში. კერძოდ 23-დან 30 დეკემბრამდე და ამ პერიოდში 1 და 86-ის ნიშნულზე შეჩერდა. თუმცა თუ კი ვარდნის მიზეზი მართლაც ხელოვნური პანიკა იყო, რომელიც აღმოიფხვრა, როგორც მთავრობამ განაცხადა, მაშინ შემდეგ ამ რუც ქვემოცვლა უნდა დაეწყო, სანაცვლოდ კი ხედავთ ისევ ზევით დაიძრა. აი ხა გამოჩნდება ეს გრაფიკზე? დიახ, აი, ხედავთ. თავიდან შედარებით მოგზალებულად იანვრის პირველ დღეებში, შემდეგ კი საკმაოდ სწრაფად. დოლარის ოფიციალური კურსი დღეს ლარი და 93 თეთრია, რაც ნოემბერთან შედარებით, როცა მერყეობა დაიწყო, 10%-იან ვარდნას გულისხმობს. რატომ არ ემთხვევა ლარის ქცევა მთავრობის განცხადებებს, ექსპერტთა ნაწილი ამას მთავრობის საეჭვო მოქმედებას უკავშირებს, რაც ფულის მასის სტატისტიკაზეც აისახა. M2, ანუ მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფული, და შეგვიძლია ახლა ვნახოთ გრაფიკულად, თუ კი 1 დეკემბრისთვის 5 მილიარდ 575 მილიონი იყო, დეკემბრის ბოლო 2 დღეში თითქმის 350 მილიონი ლარით გაიზარდა. ანუ ბაზარზე ერთბაშად გაჩნდა საეჭვოდ დიდი ფულის ოდენობა, რომელიც შემდეგ ასევე სწრაფად გაიწოვა და M2 დღეს, როგორც ხედავთ, 5 მილიარდ 617 მილიონი ლარია. რომან გოცირიძე, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, მიიჩნევს, რომ ლარის დღევანდელი ვარდნა სწორედ ამას უკავშირდება და ეს უცბად არ დასრულდება. მომენტალურად მოხდა ფულის მასის ზრდა შარშან დეკემბერში და ახლობით 400 მილიონით, ანუ ფულის მასა გაიზარდა M2 ერთ კვირაში იმ მოცულობით, რამდენითაც იზრდებოდა იგი მთელი წლის განმავლობაში. ბუნებრივია მან მოახდინა ზეწოლა სავალუტო ბაზარზე, რომელმაც შემდეგ გავლენა მოახდინა ლარის კურსზე. მხოლოდ ბოლო 4 დღეში 400 მილიონი ლარი გადაერიცხა საბიუჯეტო ორგანიზაციებს. ბუნებრივია ისინი ამას ვერ დახარჯავდნენ იმ 20 დღეში, ხარჯვა იწყება ფაქტობრივად წელს. ასევე ბუნებრივია რომ დაიწყება 2015 წლის ბიუჯეტის აუცილებელი ხარჯების გაწევა. საბიუჯეტო ხარჯვის გავლენას ლარის ბოლო ვარდნაზე, რაზეც გოცირიძე და სხვა ექსპერტები საუბრობენ, ფინანსთა მინისტრი უარყოფს, თუმცა არ ხსნის, მაშინ რაღაცომ ეცემა ისევ ლარი, ჩანს ახალი მიზეზი ჯერჯერობით არ არის მოფიქრებული. რამდენ ხანს ან სადამდე შეიძლება გაგრძელდეს, აი ეს არის კითხვა, რაც ლართან დაკავშირებით უპირველეს ყოვლისა ჩდება ხოლმე. და ცხადია რომ თუ თავიდან და გვახსოვს ეს რომ გამოცხადდა რომ ექსპერტები იყვნენ, ვითომ ექსპერტები ამის გამოწვევის მიზეზი, მაშინ ეხლა რაღაც სხვა აქვს მოსაფიქრებელი მთავრობას, კერძოდ რაღაც ისეთი, რაც იქნება რეალისტური, იმიტომ რომ თვითონაც არ შექმნას დამატებითი პანიკა ბაზარზე, იმიტომ რომ შესაძ გაურკვეველ მიზეზს ასახელებ, რომელიც არ ემთხვევა რეალობას და შემდეგ მოვლენათა განვითარება არ პასუხობს იმ დასახელებულ მიზეზს, ცხადია რომ სწორედ ეს ხდება შემდეგ პანიკის საფუძველი. და მით უმეტეს გვახსოვს თქვათ ეს შეფასებები, რომ შევეგულოთ ახალ რეალობას, რომ თქვათ ლარი 2-დან 0-ის ნიშნულის მიდამოებში იქნება და თქვათ ეს ახალი რეალობა ეკონომიკურ სიბტყეზე და ნუ ცხადია ეს ყველაფერი ადრე თუ გვიან ქმნის იმ მოლოდინს, რის განვითარებაც
პრინციპში კი, მე მახსოვს ამას მნიშვნელოვანი კრიტიკა მოყვა, იმიტომ რომ ფაქტობრივად ფინანსთა მინისტრმა გამორიცხა მაშინვე, რომ ლარის საწყის კურსს მნიშვნელს აღარ დაუბრუნდებოდა. ნინო ევგენიძე, ეკონომიკური პოლიტიკის ცენტრის ხელმძღვანელი, ისაუბრებს ახლა ამ თემაზე. მოგესალმებით ნინო. და პირველ რიგში კითხავთ, მოდით მიზეზებზე დავიწყოთ საუბარი, რის გამოც მთავრობის, თქვათ, წმუნების მიუხედავად, რომ ეს აღმოიფხვრა ეს მნიშვნელოვანი მერყეობები ლარის კურსის, ჩვენ ხედავთ, რომ ისევ გაგრძელდა. და არც თუ ნაკლები ტემპით, როდესაც ამან გამოიწვია ერთგვარი აჟიოტაჟი. რას უკავშირებთ თქვენ? აი, რომან გოცირიძეს თქვათ ვერსია მოვისმინეთ, რომ ეს უკავშირდებოდა იმას, რომ დაარღვია მთავრობამ პირობა, რომელიც ეროვნულ ბანკს მისცა და დეკემბრის ბოლო 2-3 დღეში მნიშვნელოვანი თანხების გადარიცხვა და შემდეგ ხარჯვა მოახდინა. ეს არის თუ არა მიზეზი თქვენი აზრით, თუ კიდევ სხვა მიზეზებსაც ხედავთ? მოგესალმებით, აკაკი. მე დავეთანხმებოდი ბატონ რომანს, რომ მისი, ესე ვთქვათ, მოსაზრებაც ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი გახლდათ. ლარის კურსის ამ ხელახალი, ასე ვთქვათ, რყევის განმაპირობებელი ფაქტორები, რა თქმა უნდა, საგარეო ფაქტორები და საშინაო ფაქტორებიც გახლავთ. საგარეო ფაქტორებთაგან გამოვყოფ ექსპორტ-იმპორტის ძალიან ესეთი 2005 წლის შემდგომ ესეთი დისბალანსი ნამდვილად არ გქონია. 5 მილიარდი უკვე ეს ის ნიშნულია, რომელზეც მართლაც ღირს, რომ რაღაცა სერიოზულად დაფიქსირებს მთავრობა და რაღაცა. აი თქვენ საუბრობთ აი დოლარის წყაროებზე, ხო? ექსპორტი მნიშვნელოვნად დაეცა, ჩვენ ხედავთ, რომ ტურისტთა ზრდის მაჩვენებელი ძალიან შემცირებულია. რაც ესე ვთქვათ, ამ უწყობს ამის დაბალანსებას ხელს, ეს ფაქტორები შესუსტებული გახლავთ. მათ შორის ტურისტთან მიმართებაში მოგეხსენებათ ამ გამკაცრებული სავიზო პირობების გამო მთელი რიგი ავიარეისები სხვადასხვა მიმართულებით ფაქტიურად გაუქმდა კიდევაც და ის სავიზო, ასე ვთქვათ, პოლიტიკა, რასაც ქვეყანა აწარმოებს, ნამდვილად არ უწყობს ხელს უცხოური ინვესტიციების შემოდინებას ქვეყანაში. ფაქტობრივად ისეთი სიტუაცია გვქონდა, რომ ძალიან უნდადეს ტურის აქ ჩამოსვლა და მოინდომოს, რომ ეს ხელსაყრელი პირობები უნდა იყოს ყველა მხრივ შექმნილი. გამოვყოფდი კიდევ იმას, რომ შემცირებული არის ფულადი გზავნილები, ფაქტიურად არის კატასტროფულად შემცირებული უკრაინიდან, რუსეთიდან და დეკემბრის ბოლო თვეში უკვე დაიწყო შემცირება ევროპული ქვეყნებიდანაც, განსაკუთრებით საბერძნეთიდან და მოგეხსენებათ, ეს ის ქვეყნები არის, რომელიც ასე ვთქვათ, საიდანაც ყველაზე დიდი ფულადი გზავნილების მასშტაბი. ფულადი გზავნილებზე როცა ვსაუბრობთ, ეროვნული ბანკის სტატისტიკით, თუ კი მთლიანად 12 თვის განმავლობაში ავიღებთ, პირიქით გაზრდილიც კი არ არის. ანუ ჯამურად მართალია ამ ქვეყნებიდან შემცირება არის და მაგალითად რუსეთიდან 94 მილიონი, მაგრამ ჯამში გაზრდილია. თქვათ, აი რა არის კიდევ სხვა? ფულადი მოცულობა შეიძლება გაზრდილი იყოს, მაგრამ წყიდვალ უნარიანობა იმ თანხებისა, რაც გადმორიცხულია, საკმაოდ შემცირებული არის და ამიტომ ეს ვერ ახდენს ვერანაირ გავლენას. ამასთანავე აღსანიშნავია ისიც, რომ ძირითადად ჩვენი მიმდინარეობდა საუბარი, რომ ექსპორტი იზრდებოდა, მაგრამ ისეთ ქვეყნებში ხდებოდა ამ ექსპორტის, ასე ვთქვათ, ზრდა და განსაკუთრებით რუსეთის მიმართულებით, რომელსაც ეფექტი, ანუ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ სიტუაციის გაუმჯობესებაზე ნაკლებად ჰქონდა იქ არსებული. მისი წილი მთლიან ექსპორტში იყო საკმაოდ მოგზაურებული საბოლოო. იგივე რუსული ბაზარი სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო ძალიან სარისკო ბაზრად იქნება პოლიტიკური ასევე ეკონომიკური რისკების გამო. ნინო, ერთი კითხვა მექნება, თქვათ, ჩვენ გუშინ მოვისმინეთ ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან განცხადება, რომ არ ყოფილა დეფიციტური ხარჯვა, თუმცა თქვათ, განსხვავებული მოსაზრება გაქვთ თქვენ ექსპერტებს. აი, თქვათ, სად ხედავთ, რომ მაინც რაღაც სახელმწიფო და ამ შემთხვევაში ფინანსთა სამინისტროს მიერ ხარჯების. ის რა, ამის თაობაზე თვითონ ფინანსთა სამინისტრო აკეთებდა განცხადებებს დეკემბრის ბოლოს და ისინი აღნიშნავდნენ კიდევაც, რომ ბიუჯეტი შესრულდებოდა და ეს ბიუჯეტი ნამდვილად, ასე ვთქვათ, მეტნაკლებად არის დახარჯული დეკემბრის მონაცემებით. მე ვფიქრობ, რომ ძირითადად მაშინ როცა დასახარჯი იყო, თქვათ, ნოემბრის მონაცემებით, ანუ დასახარჯი რჩებოდა რაღაც თანხები. დიახ, სადღაც მილიარდამდე რჩებოდა დასახარჯი, ამიტომ მთავრობამ ძალიან მნიშვნელოვანი ხარჯები გაწია და მე ვფიქრობ, ეს იყო უფრო მეტად ავანსად გაცემული თანხები, რომლის ხარჯვაც უკვე იანვრიდან დაიწყო, ასე ვთქვათ, დაიწყო ამ საქმეების განხორციელება და ეს იყო აგრეთვე იმ საქმეების, იმ ასე ვთქვათ, პროექტებისთვის დაგეგმილი თანხები, რომელიც, ასე
ასე ვთქვათ, დეკემბრი გადმოვიდა ახალი წლის ეს ვალდებულებები, მათი შესრულება ახალ წელს. ხარჯვა იწყება დღეს ამ თანხების და ისინი მხოლოდ ავანსები იყო. ნიშნავს თუ არა თქვა რომ ეს იქნება კიდევ დაწოლა თქვა ლარის კურსი. ის რა დაწოლა სავარაუდოდ დაწოლა სავარაუდოდ იქნება, მაგრამ მთავრობას ფიქრობ რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა განახორციელოს და აქ ჩვენ კი არ უნდა ვსაუბრობდეთ, უფრო მეტ მთავრობა უნდა საუბრობდეს იმის თაობაზე, თუ რა ნაბიჯები აქვს მას დაგეგმილი იმისთვის, რომ ეს პრობლემები არ უნდა გააცნობიეროს, რომ ეს არის პრობლემა და ჩვენ აი მთავრობის მხრიდან გვესმის სულ რაღაც გადამისამართება მეორად ფაქტორებზე, რომელიც კი არის, კი რეალურია, მაგრამ ისინი მაინც მეორადი ფაქტორებია. დიახ, ეს რეალური ფაქტორები გახლავთ, ობიექტური ფაქტორებიც გახლავთ, მაგრამ მთავრობას უნდა გქონდეს აქედან გამოსვლის, ასე ვთქვათ, გეგმები და ნაბიჯები დასახული წინააღმდეგ შემთხვევაში იმ, ესე ვთქვათ, სავიზო პოლიტიკით, იმ უცხოელებისთვის მიწის გადაცემის პოლიტიკით, რაც დღეისათვის ქვეყანაში არსებობს და ზოგადად იმ არასტაბილური, ასე ვთქვათ, საკანონმდებლო თუ გნებავთ საინვესტიციო გარემო პირობებით, ძალიან ძნელი იქნება იმ უარყოფითი, ასე ვთქვათ, ფაქტორების დაბალანსება, რომლებიც საგარეო, რა თქმა უნდა, ფაქტორებიდან მომდინარეობს. ყველა ეს ფაქტორი, ასე თქვენ ჩამოთვალეთ, ექსპორტის შემცირება, ტურისტული, ვთქვათ, სფეროში გაჩენილი ბარიერები, საკანონმდებლო თუ კიდევ სხვა რამ, არ არის, თუნდაც დღესვე რომ დაიწყოს მათი გადაჭრაზე ზრუნვა მთავრობამ, არ არის მოკლევადიანი პერსპექტივის თემა, ხო? ფიქრობთ თუ არა, რომ შესაბამისად ის პროცესები, რასაც ეხლა ვხედავთ ლართან მიმართებით თუ სხვა მიმართულებით, ეს არ არის მოკლევადაში აღმოფხრადი პრობლემები, თემა. იცი, მე ვფიქრობ, რომ მთავრობა თუ დღესვე დაიწყებს ამ თემაზე, ასე ვთქვათ, ნაბიჯების გადადგმას, უკეთესი იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის და ვფიქრობთ, რომ ამ თემაზე დისკუსიის დაწყება და შესაბამის, ასე ვთქვათ, სფეროს გნებავთ ექსპერტებთან თუ გნებავთ დაინტერესებულ პროფესიონალებთან ამაზე საუბარი და განხილვა, თუ როგორ უნდა დავძლიოთ ყველამ ერთად ეს, ასე ვთქვათ, წინარე კრიზისული სიტუაცია, ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა ამ პროცესისთვის და ხალხისთვის იმ ინფორმაციის მივიწოდება თუ რას აკეთებს მთავრობა ამ ფაქტორების, ამ უარყოფითი ფაქტორების გასანეიტრალებლად. თქვენ თავს არიდებთ ამ რაღაც კონკრეტულ ციფრების თქმას, მაგრამ ოპტიმისტური პროგნოზითაც ეს იანვარში, თებერვალში ალბათ მოუსწრება. ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით ალბათ სადღაც მარტის შემდგომ შეიძლება დასტაბილურდეს ეს. ეს უნდა გაითვალისწინოს მომხმარებელმა და ეხლა მომხმარებელზე გადავიდეთ, იმიტომ შედეგებზე ვისაუბროთ, იმისა თუ რასაც ეხლა ჩვენ საუბრობთ ციფრებით, ეს შედეგია ერთი რომ მომხმარებელს რომელის უმეტეს წილს დოლარშია კრედიტი აღებული, მისი გასტუმრება გაუჭირდა და მეორე საკითხია რომ ეს დაწოლას მოახდენს ფასებზე, რომელსაც ჯერ თქვათ აი ესე თვალსაჩინოდ ვერ ვხედავთ. რა აკავებს თქვენი აზრით აი ამ ფაქტორს, რომ დაიწყოს ფასების მასობრივი ზრდა და როდის შეიძლება რომ აი ეს იყოს გარდატეხის წერტილი, როდესაც აი ეს უკვე ფასებზეც აისახება დრამატულად. იცი რა, ფასებზე ეს ზეგავლენას ყოველ შემთხვევაში მოკლევადიან პერიოდში არ იქონიებს, იმიტომ რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის, ასე ვთქვათ, კლებისა და ასევე მარცვლეულზე ფასის კლების გამო ეს მდგომარეობა საქართველოში არსებულ ფას წარმოქმნაზე არ იმოქმედებს, ბალანსდება და ამიტომ ვფიქრობთ, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ეს ფასების, ასე ვთქვათ, მატებაზე არ იქონიებს ზეგავლენას და ამიტომ მოკლევადაში ძირითადად მათი პრობლემა იქნება, ვისაც ცესკები აქვს დოლარებში აღებული უმეტესწილად, რა თქმა უნდა. უმეტესწილად, დიახ, და ფასებზე მე ვფიქრობ, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ყოველ შემთხვევაში დიდი იმედი მაქვს, რომ მთავრობა რაღაც გზებს გამონახავს იმისთვის და დაიწყებს ამაზე საუბარს, თუ როგორ დაძლიოს ეს კრიზისი. ფიქრობ თუ არა, რომ შედეგებზე, როდესაც საუბრობთ, ის ერთი შედეგი შეიძლება იყოს ამ არასწორი პოლიტიკის და ხარჯვის ბიუჯეტის და შესაბამისად ლარის კურსზე დაწოლის, ის რომ ნოემბერში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა იყო უარყოფითი დინამიკის. იცი რა, ზოგადად ფისკალური, ესე ვთქვათ, მენეჯმენტი ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი სუსტი წერტილი გახლავთ და მე ვფიქრობ, რომ იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში, დიდი იმედი მაქვს, რომ 2015 წელს მაინც აღარ გაიმეორებენ იმ პრობლემებს, რომელსაც ადგილი 2013-14 წლებში ჰქონდა და მოინდობებენ მაინც, რომ კვარტალური ბიუჯეტის ხარჯვა იყოს დაბალანსებული. თუმცა პირველ კვარტალში ეს რთული იქნება, იმიტომ რომ გადმოყოლილია ეს ნაშთები, ხო, დასახარჯი. დიახ, ეს ეფექტი ვფიქრობთ, რომ პირველ კვარტალში
წელში სავარაუდოდ გაგრძელდება. ამიტომ კარგი იქნება თუ წლის განმავლობაში შეეცდებიან ამის დაბალანსებას და დაბალანსებულად ხარჯვას და კიდევ არ დაიტოვებენ, იმიტომ რომ ჩვენ მე არაერთხელ ყოფილ ვარ თქვენს გადაცემაში და ამის თაობაზე ყოველ კვარტალურად ვსაუბრობდით მთელი გასული 2 წლის განმავლობაში, რომ ხარჯვა უნდა ყოფილიყო დაბალანსებული და ეს იყო ერთ-ერთი უმთავრესი და ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორიც კი იმისა, რომ ყველაზე მეტად რომელი თქვა რგოლი არ იყო ხოლმე დაბალანსებული, ეს იყო შემოსავლები თუ ხარჯები თუ ძირითადად ხარჯვასთან დაკავშირებული იყო პრობლემები, მოგეხსენებათ, ანუ მის მენეჯმენტის გამო ვერ ხორციელდებოდა პროექტების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დროულად და ასევე ვერ ხდებოდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან პროექტების დაკონტრაქტება და თანხების დროულად ჩამორიცხვა იმისთვის, რომ ამა თუ იმ მიმართულებით პროექტები განხორციელებულიყო. ჩვენ ვიცით, რომ თქვათ ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუშაობს იმაზე, რომ თქვათ უფრო მოქნილი გახადოს, თქვათ ტენდერები და შემდგომი მისი ხარჯვის, თქვათ მონიტორინგის სისტემა შეიმუშაოს. თქვენ თქვათ თავარი ჩევა რა იქნებოდა თქვა და რამდენად სწორია ეს მიმართულება რომ თქვა ტენდერების გამოცხადებაშივე თქვა განისაზღვროს რა და როგორ შესრულდება ეს სამუშაოები და თქვა თავიდანვე თამაშის წესებით ცნობილი ეს ტენდერების სისტემა მე ვფიქრობ რომ საქართველოში ყოველ შემთხვევაში ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი გამარტივებული და ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო ელექტრონული შესყიდვების შემოღება ჩვენს ქვეყანაში ამიტომ მე ვფიქრობ რომ მთავრობამ რა თქმა უნდა ამის დახვეწისკენ უნდა გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები და ასევე იზრუნოს იმაზე რომ ხარისხი და ფასი იყოს ასე ვთქვათ შესაბამისობაში და ასევე ალბათ დინამიკა ვთქვათ შესრულების სამუშაოების დინამიკა რა თქმა უნდა და უნდა იყოს ის პირობები ჩადებული და ასე ვთქვათ კარგად გააზრებული შემსრულებელი კომპანიების მიერ რომლებიც ახორციელებენ ამა თუ იმ სამუშაოებს. თუმცა კაპიტან ნინომ სწორად აღნიშნა რომ მის მენეჯმენტი არის მთავარი პრობლემა და არა ის რა წერია ფურცელზე, ხო? ანუ როგორ სრულდება ის ელექტრონული სისტემა, რაც თქვენ ბრძანეთ იყოს პროგრესული და საკმაოდ მისაღები, მაგრამ მენეჯმენტი თუ ვერ განხორციელდა, მივიღებთ იმას, რაც მივიღებთ. მე არ მგონია რომ მთავრობა ვერ ხედავდეს ამ პრობლემას, რომელიც ამ ბიუჯეტის არათანაბარ ზომიერ ხარჯვას უკავშირდება, მაგრამ მისი აღმოფხვრა ეს მარტივი არ არის. საჭიროებს საკადრო ცვლილებებს. ეს მარტივად რო ვთქვათ და ასე მარტივი არ არის. კეთილი, ძალიან დიდი მადლობა. ლარის ვარდნა მომხმარებლის ნაწილი და ეს 100,000 ადამიანია, როგორც ვთქვით, ვისაც კრედიტი დოლარში აქვს აღებული, უკვე დააზარალა და შესაძლოა ყველა დანარჩენის დააზრალოს, თუ კი ლარის ვარდნის ფონზე ფასების გლობალური ზრდა დაიწყო. ერთი კი რაც ამ რისკს ჯერჯერობით ასე თუ ისე აკავებს და ამცირებს, საწვავის გლობალური გაიაფებაა, თუმცა ეს ფაქტორიც ქართულ ბაზარზე შეზღუდულად მოქმედებს. თუ კი საერთაშორისო ბაზრებზე ბენზინი ბოლო 6 თვეში 51%-ით გაიაფთა საქართველოში ფასის კლებამ, ხოლო 17% შეადგინათ ვიზუალურადაც ხედავთ და საკმაოდ არც ისე სახარბიელო თქვა დინამიკაა, როცა სოფლიო და ქართულ ბაზარს და ეს დინამიკა არ ახალია და დიდი ხანია საუბრობთ ამაზე ჩვენც ექსპერტებიც და მიზეზის გამოსავლენა დეკემბერში პრემიერ-მინისტრმაც 10 დღე მისცა კონკურენციის სააგენტოს, რომ თქვა დაედო დასკვნა რაშია საქმე. ვადა იანვრის პირველ რიცხვებში ამოიწურა, სააგენტო აცხადებს, რომ შუალედური დასკვნა მიაწოდა პრემიერს, თუმცა ის საჯარო არ არის, ხოლო საბოლოო დასკვნისთვის აცხადებს, რომ კანონით 10 თვემდე ვადა აქვს. შესაბამისად, კარგა ხანს ვერ გავიგებთ რაშია საქმე. გასაგებია, რომ სანამ მიზეზი უცნობი რჩება, ბენზინის ფასის განახევრებას არ უნდა ველოდოთ. და ასევე ალბათ არც სხვა ხარჯებს, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული საწვავის ფასთან და ნავთობის ფასთან, მათ შორის არც ავიაბილეთების გაიაფებას უნდა ველოდოთ, რადგან ავიასაწვავის ფასი აქ თითქმის არ შეცვლილა, მაშინ როცა მსოფლიო ბაზარზე ასევე დრამატულად დაეცა. საწვავის წილი კი ბილეთის ფასში 40%-მდეა, აიზენა ამასთან დაკავშირებით კითხვები ისევ მთავრობასთან აქვს. რატომ არის ჩვენთან საქართველოში ეს ყველაზე გვიან ან საერთოდ არ აისახება თუნდაც ავიასაწვავის შემთხვევაში მთელ მსოფლიოში ევროპაში იგივე რუსეთში როდესაც ავიასაწვავის ღირებულება არის დაახლოებით 400-დან 550 დოლარამდე ტონაზე ჩვენ შემთხვევაში ეს 780-დან 900 დოლარამდე მეყოლს და არ გაიაფებულა. რატომ არის რომ არ გააჩნიათ თუნდაც ავიაკომპანიებს იმის ალტერნატივა, რომ ერთადერთი ექსკლუზიური გამყიდველის გარეშე შემოიტანოს თვითონ ეს ავიასაწვავი, მით უმეტეს რომ ავიაკომპანიას გააჩნიათ თავის რესურსი, ანუ ტექნიკური აღჭურვილობა ავიასაწვავ გასამართის სადგურის სახით, რომელიც ჩვენ გაგვეშინია ევროპის ტერიტორიაზე.
სამაგერო საწვავის გლობალური გაეფება დრამატულად დაისახა რუსეთზე, წელს ინფლაცია იქ 50%-ით გაიზარდა, რუბლი კი 90%-ით გაუფასურდა. ვინ ან რა იწვევს ამას და შესაბამისად სადამდე შეიძლება ეს პროცესი მივიდეს? ამაზე რეკლამის შემდეგ ვისაუბრებთ. და იმაზეც თუ რატომ გაუჩნდა ამ ფონზე რუსეთს ქართულ ბაზარზე ექსპანსიის ინტერესი, რატომ მოილტვის აქეთ როსნეფტი და აეროფლოტი და როგორ უნდა მოიქცეს მთავრობა, რომელმაც კანონით სანქციები უნდა დაადოს კომპანიებს, თუ კი ისინი ოკუპაციის ზონაში ოპერირებენ. დაგვეპოვოთ. განაგრძოთ ბიზნეს კურიერს დასავლეთის სანქციებმა და კიდევ უფრო მეტად საწვავის მკვეთრმა ვარდნამ რუსეთის ეკონომიკა, რომელიც სწორედ საწვავის ექსპორტზე დგას, ძიმე დღეში ჩააგდო და წელს ექსპერტები უარეს შედეგებსაც ელიან. ის კი რაც დღეს არის ციფრებში ასე გამოიყურება. ივლისიდან მოყოლებული დოლარი იქ 34 რუბლიდან იანვარში 65 რუბლამდე გაძვირდა. ანუ რუსული ვალუტა 91%-ით გაუფასურდა და არც თუ გასაკვირად ეს ფასებზეც აისახა. 2014 წლიური ინფლაცია რუსეთში 11.34% იყო, ანუ წინა წლებთან შედარებით გაორმაგებული. პლუს ამას შარშან ქვეყნიდან, რუსეთიდან 125 მილიარდი დოლარი გაითხოვეს ინვესტორებმა და წელს ელიან, რომ კიდევ 85 მილიარდი დოლარი გაედინება. ამ კვირაში კი მთავრობამ განაცხადა, რომ ბიუჯეტის 10%-ით სეკვესტრირება მოუწევს არასამხედრო ხარჯების. ამ ფონზე შეიძლება უცნაურად ჩანდეს ის, რომ რუსული სახელმწიფო კომპანიები საქართველოში ექსპანსიის დიდ ინტერესს იჩენენ, აეროფლოტიც და როსნეფტიც. აეროფლოტმა დეკემბერში მიაღწია, რომ საქართველოს მთავრობამ უფლება მისცა კვირაში 14 რეისი შეასრულოს თბილისში. იანვარში კი ეს ციფრი უკვე 18-მდე გაზარდა, რითაც ერთადერთი მოქმედი ქართული ავიაკომპანია თამაშგარე დატოვა. აიზენა ამის უკან პოლიტიკას უფრო ხედავს, ვიდრე ბიზნეს და მთავრობის პრორუსულ განწყობასაც. თბილისი-მოსკოვის მარშრუტზე ყოველ დღე სრულდება 6 რეისი. 6 რეისი დღეში თავისუფლად ჯერ კიდევ კომუნიცების დროსაც კი არ სრულდებოდა ყოველდღიურად 6 რეისი ამ მიმართულებაზე. სინამდვილეში მგზავრთა რაოდენობა, რაც არის საზოგადოებრივი მოთხოვნა ამ მიმართულებაზე თბილისი-მოსკოვი არ აღემატება 250 კაცს და დღეს არის სიტუაცია, როდესაც ფაქტობრივად 900 მგზავრის გადამყვანი რაოდენობა რეისების არის დანიშნული. ვის ინტერესში ეს, ვის ჭირდება ეს? რატომ იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება, რომ არ შეეშალა ხელი არავის რუსული ავიაკომპანიების ექსპანსიისთვის საქართველოში? რატომ არ გააკეთა არანაირი გათვლა საქართველოს მთავრობამ ეკონომიკის სამინისტრომ თავის ძროხს როცა იღებდა ამ გადაწყვეტილებას? ძალიან მალე მთავრობას აეროფლოტთან მოლაპარაკების მეორე რაუნდი ელის. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პირველი რაუნდიც, რომელიც გვახსოვს დეკემბერში თბილისში უჩუმრად შედგა, უკანონო იყო, რადგან აგვისტოში რუსულმა ავიაკომპანიამ სოხუმში რეისი შეასრულა და საქართველოს კანონით ამას სანქციები უნდა მოეყოლებინა. საგარეო საქმეთა სამინისტროდან გვაცნობეს, რომ მთავრობა ამ ფაქტთან დაკავშირებით მოსკოვში ნოტის გაგზავნით შემოიფარგლა და მოწოდებით, რომ გამოიძიოს რუსეთის მთავრობამ ეს ფაქტი. ანალოგიური პრეტენზიებია როსნეფტის მიმართაც, რომელიც რუსული პრესის ცნობით აფხაზეთში სანავთობო სამუშაოებს ეწევა. არადა გალფის გასამართი ქსელისა და ფოჩი ნავთობტერმინალის წილი იყიდა. თანაც იმ ფონზე, რომ გალფის სადგურების ნაწილი სასამართლოს აქვს დაყადაღებული, კომპანია სენტა პეტროლიუმი აცხადებს, რომ გალფმა მისი კუთვნილი სადგურები თავის დროზე მიიტაცა და ამ ფაქტს გალფში ნაწილის შეცვლა არ აკარწყლებს. ეს გარიგება მოხდა ქართულ სამართლებრივ სივრცეში, შესაბამისად ქართულმა სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, იყო თუ არა აქ იძულებითი გარიგება და შესაბამისად ან დააკმაყოფილოს, ან არ დააკმაყოფილოს ჩვენი სარჩელი. აქედან გამომდინარე, წმინდა იურიდიულად ხო მოწილი რამდენი შეიცვლება აქ კეთილსინდისიერი მყიდველის ცნება ვერ გაჩნდება. და მაინც რატომ მოექცა საქართველოს ეკონომიურად დაუძლურებული რუსეთის საინვესტიციო არეალში? ამაზე ახლა გია მაისაშვილი, ეკონომიკის ექსპერტი ისაუბრებს, ხოლო რა არის რუსეთის ეკონომიკური კრიზისის პოლიტიკური მდგენელი, რა მოვლენებს უნდა ველოდოთ შესაბამისად, ამას არჩილ გაჩიჩილაძის საინვესტიციო ბანკ კალთენ ტაგარტის ხელმძღვანელი გვეტყვის. მოგესალმებით ბატონებო. და ბატონ გიას მიმართავ პირველი კითხვით, ეს ჩვენ უბრალოდ ვაზვიადებთ ახლა მედია ზოგადად და ფიქრობს, რომ ამან მიიღო რაღაც გარკვეული ტენდენციის ხასიათი როსნეფტისა და აეროფლოტის ინტერესის მაგალითზე და ფიქრობს, რომ რა თქვა ეს არის მაჩვენებელი რუსეთის სახელმწიფო კომპანიების დაინტერესების ქართული ბაზრით, თუ მართლაც აი ამ ყველა მოვლენის ფონზე, რაც რუსეთში ხდება, კრიზის გულისხმობ, ეს თქვა ბუნებრივი პროცესია და ასეც უნდა იყოს. ალბათ ორივეა.
დიდი მადლობა რომ ეს თემა იქნა ესე კარგად ადრესირებული, მნიშვნელოვანი ამ საკითხებზე საუბარი საქართველოში. ეხლა რუსეთში მიმდინარეობს მწვავე კორპორაციული კრიზისი, რომელიც სუვერენულ, ანუ სახელმწიფოებრივ კრიზისში გადაითარგმნება ძალიან მალე, იმიტომ რომ მთელი რიგი ბანკებისა არის გაკოტრებული და სახელმწიფოს ჩარევა ჭირდება. ეს რუსული რეზერვის, სავალუტო რეზერვის სწრაფ შემცირებას იწვევს, ამას დამატებული დიდი კორპორაციები, სახელმწიფო კომპანიები, რომელთაც როგორც წესი კრედიტი ვალე აქვს დენომინირებული დოლარში და დოლარის კურსის ასე სწრაფი ზრდის შედეგად სახელმწიფო კომპანიები კოტრდებიან და ამ ფონზე მაინც ახერხებს რუსეთი ექსპანსიას, იმიტომ რომ რუსეთი ისეთი ცხოველია, რომლისთვისაც გეოპოლიტიკური ინტერესი ყოველთვის წინა პლანზე გამოდის ხოლმე. ნუ პლუს ამას დასავლეთის სანქციებიც გარკვეულწილად უზღუდავს დასავლეთით მოძრაობას, ხო, ესეა. და არა მარტო სანქციების გამო, ის გამო რომ ეხა აი ამ კორიდორს, რომლის ბოლოც ბოთლის ყელი საქართველოა, ამას აქვს უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს ამ დივერსიფიცირების თვალსაზრისით, ევროპაში ტვირთების ენერგო კორიდორის თვალსაზრისით და აქ რუსეთმა ეცადა რომ ეს ხაზი ყოფილიყო მთლიანად დაბლოკილი, ეს აღმოჩნდა შესაძლებელი, ეხლა ცდილობს რომ როგორმე თანამონაწილე გახდეს ამ პროცესში და ეს გასაგებია, მაგრამ ჩვენც უნდა ვიცოდეთ რომ ვისთან გვაქვს საქმე. შესაბამისად ეს პოპულარული წარმოდგენა რომ რუსეთი თუ ეკონომიურად დასუსტება და ეს ბენზინის ფასი კიდევ დაეცემა და თქვათ ექსპორტის პრობლემები შეექმნება რუსეთს სერიოზული, არ ნიშნავს იმას რომ საქართველოს დაეხსნება და პირიქით როგორც თქვენ ამბობთ შეიძლება გაუძლიერდეს კიდეც აქ ექსპანსიის, ყოველშაბათში ეკონომიური ექსპანსიის მაინც ინტერესი. რუსეთი ამ ესეთი პრესინგის ქვეშ ისტორიულად არ ვიცი, ალბათ მეორე მსოფლიო ომის დროს და პირველ სამამულო ომს მათთვის ნაპოლეონის შემოჭრას თუ შევადარებთ, ესეთი საყოველთაო ეკონომიკური საფრთხის წინაშე არასდროს არ ყოფილა და თან ამას ემატება რომ მთელ მსოფლიოში არარესპექტაბელურია, იზოლირებულია. აი ორი წნეხის ქვეშ არის და ეს აიძულებს პუტინს რომ არა რეფორმირების, არა შემოbrunების გზით იაროს, არამედ უფრო გაამკვალოს სიტუაცია, ანუ გეოპოლიტიკურად ინგლისურად double down ქვია, ანუ გაორმაგდეს ეს ორმოს კანონია, ორმოში რო აღმოჩნდები, უნდა შეწყვიტო 9, ანუ ნიჩბით კიდე გაღრმავება და ეს პუტინი არის ძალიან ღრმა ორმოში, რუსეთი არის ძალიან ღრმა ორმოში, მაგრამ აგრძელებენ ამ 9. რა უნდა ქნას საქართველოს მთავრობამ ამ სიტუაციაში? საქართველოს კარგად უნდა იცოდეს, რომ ორი მიმართულებით მიმდინარეობს შიდა ცხოვრებაში, ანუ სახელმწიფოს გავლენა, უშიშროების აპარატის აქტიური მოქმედება გაძლიერდება და გარე პოლიტიკაში ესეთი ასე ვთქვათ ხისტი პოლიტიკა რუსეთისა მეზობლებთან ესაც გაძლიერდება და შესაბამისად ჩვენ უნდა ვიყოთ მზად. რუსეთს რა ინტერესი აქვს როგორმე თავისი ერთადერთი მოკავშირე სასომხეთი, რომელიც არის სრულიად იზოლირებული, აქ როგორმე მივიდეს სარკინიგზო ხაზით და ამისათვის უნდა ამუშავდეს ჩრდილოეთის მონაკვეთი აფხაზეთის ტერიტორიის გავლით და მივიდეს ეს სარკინიგზო ხაზი ჩაერთვას ბაქო თბილისი ყარსის მონაკვეთს, სადაც ბაქოს, აზერბაიჯანის და საქართველოს ტერიტორიაზე მუშაობა დამთავრებულია და მხოლოდ თურქეთის მონაკვეთია დასამთავრებელი და თურქეთი ახლა ორმაგ თამაშობს, ცდილობს რომ აზერბაიჯანთან ისეთი ურთიერთობა, რომანტიკული ურთიერთობა თურქეთს აღარ აქვს და ცდილობს რომ ჰეჯირება მოახდინოს, დივერსიფიცირება თავისი საგარეო პოლიტიკის რუსეთთანაც და სასომხეთთან მიმართულებაშიც და აქ ეს რთული გეოპოლიტიკური სურათია. აქ უნდა იყო მოჭადრაკე სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით და არა მოშაშე, რომელსაც მხოლოდ ერთ სულებს აკეთებს და დღეს ჯერჯერობით საქართველოს მხოლოდ ერთ სულაზე ორიენტირებულია, სინაზე გაბმული ძაღლებით არის, ერთი მარშრუტით ოპერირებს. აქ არის მარშრუტების დივერსიფიცირება და უფრო კაფეოდ შეგიძლია თქვა, აი რას გულისხმობს ის, რასაც მთავრობა აკეთებს და რასაც არ უნდა აკეთებდეს. აი თქვა კონკრეტულად როსნეფტის ან აეროფლოტის აი ესეთ დაჟინებულ ცდელობაში რომ შემოვიდეს და აქ ადგილი გაიფართოოს თავისთვის ბაზარზე. უნდა დაუპირისპირდეს ამას თუ არ ვიცი, რაღაც გარკვეული ბენეფიტი
კრედიტები შეეცადოს მიიღოს თუ აი როგორ უნდა მოიქცეს? აი მაგალითად დასავლური პრაქტიკა როგორ არის, როდესაც არაბულმა კუვეიტის და სხვა არა მარტო კუვეიტის ინტერესების მქონე ორგანიზაციებმა გადაწყვიტეს, რომ ნიუ-იორკის დიდ პორტში მონაწილეობა მიიღო, იმ წუთასვე მოხდა ამის ბლოკირება და არ იქნა ეს დაშვებული ამერიკის მთავრობის მიერ. ასეთივე ღონისძიებები ტარდება ახლა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და ყველაზე დიდი დარტყმა იქნება რუსეთისთვის გაზის კომპანიისადმი, რომელიც ასე ვთქვათ ევროკავშირის რეგულირებიდან გამომდინარე არ შეგიძლია შენ ოპერირებდე და ამავე დროს ფლობდე ენერგო აქტივებს როგორც გაზსადენებს და ამის გამო გაზპრომი იქნება ახლა ძალიან მთელი რიგი სასამართლო ინსტანციების გამოვლა დასჭირდება, რომ თავი დაიძვრინოს ამ აქედან. ანუ ესეთი დიდი აქტივის მფლობელი, როგორც როსნეფტია, როგორც გაზპრომია, ევროპული და დასავლური კანონმდებლობის თვალსაზრისით გამომდინარე, არ შეუძლია რომ ფლობდეს ამ დიდ ინფრასტრუქტურულ აქტივებს და ასევე იყოს ოპერატორი, იმისათვის რომ არ შეზღუდოს კონკურენცია. და საქართველოს, რომელიც თქვათ მიუერთდა ამ თქვათ ევროპის იძულებული იგივე წესით იმოქმედოს. იძულებულია თუ უპრიანია? იძულებულიც არის და უპრიანიც არის ამ შემთხვევაში და შეიძლება იძულებიდან გამონაკლისი იყოს დაშვებული, თუ საქართველოს მთავრობამ კარგად იცის, რას იღებს სამაგიეროდ როსნეფტი. ანუ უნდა ევაჭროს. რასაკურველია პატარა ქვეყანას ბერკეტი ეზრდება და შენ უნდა იყო კარგი მოთამაშე მაგიდასთან, კარგი მოლაპარაკების იმისათვის რომ წარმართო მოლაპარაკება უპრიანად უნდა იცოდე შენი ქვეყნის მთავარი ინტერესი. რასაც აშკარად ჯერჯერობით ვერ ვხედავთ, ყოველში ესე ხილულად ესეთი პროცესები არ გამოსულა საჯაროდ, ხო? და ამბობს ეკონომიკის მინისტრი, რომ თურმე საქართველოს ეს არც ცოდნია, რომ როსნეფტი ამაში ჩარეული და ეხა შექმნის კომისიას და ეს კომისია გამოიღვიძებს. ძვირფასო მეგობრებო, 21 საუკუნეა, სანამ კომისია გამოიღვიძებს, ესეთი მნიშვნელოვანი მცნებაა, რომ there is no later. ესე მოგვიანებით ეს ცნება აღარ არსებობს. დღეს ამ წუთას უნდა გადაწყვიტო პრობლემა. მოგვიანებით ამის დრო უკვე აღარ ავისაუბრებ. კეთილი, ძალიან დიდი მადლობა. თუმცა არ გემშვიდობებით, შეგიძლიათ ისე შემოგვიერთდეთ, თუ კი ჩათვლით საჭიროდ, ბატონ არჩილთან გაჩიჩილაძესთან გადავიმონაცვლებ კითხვით, რომელიც საინვესტიციო ბანკ გალთენტაგარს წარმოადგენს, შესაბამისად საინვესტიციო სტრატეგიები ეს მისი სფეროა. თუ კი ჩვენ საუბრობთ, რომ ეს არის მომგებიანი მომენტი პოლიტიკურად საქართველოსთვის, რომ რუსეთი დასუსტდა დასავლეთის ფრონტზე, ნაკლებად აქვს საშუალება, რომ გააქტიურდეს მათ შორის საინვესტიციო კუთხით და ინტერესი გაუჩნდა საქართველოსკენ წამოვიდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენ ხანს შენარჩუნდება ეს სიტუაცია, რაშიც ახლა რუსეთი აღმოჩნდა, ხო? ამდენად ძალიან მნიშვნელოვანი ის მიზეზები ვიცოდეთ, რამაც გამოიწვია რუსეთის აი ესეთ მდგომარეობაში ყოფნა. ეს არის ობიექტური მიზეზები თუ ეს არის სუბიექტური მიზეზები? აი კითხვა ჩემი ამაში მდგომარეობს. ეს არის თუ არა შედეგი მთლიანად თქვა დასავლეთის სანქციების, მათ შორის ისიც რომ ნავთობი ქვემოთ მოდის, თუ ეს არის რაღაც ობიექტური ფაქტორებით განპირობებული მოვლენები. დიდი მადლობა. ანუ რო შევაჯამოთ რუსეთის პირველი კითხვა თქვენ იყო რომ რამდენად გრძელვადიანია ეს პრობლემები, მე ჩვენ გონია რომ ეს რუსეთს აქვს ასე ვთქვათ გრძელვადიანად სერიოზული პრობლემები. ეხლა ეს პრობლემები უბრალოდ გამძაფრდა. როცა თქვენ ამბობთ გრძელვადას, არ გულისხმობთ 1, 2 და 3 წელს, ხო? ალბათ უფრო მეც. არა, უფრო გრძელვადიანი პრობლემები აქვს, რომელიც არის განპირობებული იმით, რომ ეს არის ფაქტიურად არათავისუფალი ქვეყანა და თავისუფალი კაპიტალი თუ არ შეიქმნა და თავისუფლება არ მიეცა მოთამაშეებს, მაშინ ეს თქვა დეულათი არ იქნება გრძელვადაში და ამის ნათელი მაგალითი არის ბევრი ქვეყანა, მათ შორის ყველაზე ნათელი და კარგი მაგალითი განსხვავებებში არის ჩრდილოეთ კორეა და სამხრეთ კორეა, სადაც ერთი ანალოგიური ხალხი არის, ერთი ქვეყანა იყო გახერხეს შუაში და ასე ვთქვათ ერთ რადიკალურად ერთ მხარეს ასე ვთქვათ განვითარდა ჩრდილოეთი და სამხრეთი ასე ვთქვათ სად მივიდა გასაგებია, როცა უკვე ასე ვთქვათ მოწინავე ტექნოლოგიების შემქმნელები არიან ამ ქვეყანაში. რუსეთის მოვლენა ასე ვთქვათ ის რაც იქ ხდება დღეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რა არ უნდა გააკეთო ასე ვთქვათ თავისუფალი კაპიტალის
კუთხით ეს იყო 2 ტრილიონი დოლარიანი ეკონომიკა და გაისათ ეს უკვე იქნება 1 ტრილიონი დოლარიანი ეკონომიკა. ხა ჩვენთვის ეს მაინც ძალიან დიდი ციფრი არის, იმიტომ რომ ჩვენ ვართ 7 მილიარდიანი და ხალხს მილიარდებში და ტრილიონებში უჭირს, ასე ვთქვათ, ეს უცებ გაგება, მაგრამ 6 ნოლი რო ჩამოვაცილოთ, ჩვენ რო ვიყოთ 17000 დოლარიანი ეკონომიკა, ისინი იყვნენ 2 მილიონი დოლარიანი და გახდნენ 1 მილიონი დოლარიანი. ჩვენთვის ძალიან დიდები არიან მაინც, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, განახევრდა ფაქტიურად ნომინალში დოლართან შედარებით. ხო, მაგრამ გადამწყვეტი ფაქტორი რის გამოც ეს მოხდა, პლუს არასწორ მენეჯმენტთან და არასწორ პოლიტიკასთან პირველ რიგში კავშირში არის ის, რომ ეს ნავთობის ფასი ეს დრამატულად დაეცა, იმიტომ რომ ეს ეკონომიკა იდგა სწორედ საწვავის ექსპორტზე. ეს რა მიზეზს უკავშირდება და შესაბამისად აი როგორი პროგნოზი შეგვიძლია გავაკეთოთ ამ მიზეზიდან გამომდინარე. სანამ მაგ მიზეზზე გადავალ, რუსეთზე მინდა ვთქვა, რომ კი რა თქმა უნდა ეს ვთქვათ, არის გამძაფრებული ნავთობის ფასის ვარდნით, მაგრამ რუსეთს ჰქონდა შანსი, რომ როცა ვთქვათ, ნავთობის ფასები იყო მაღალი, დივერსიფიცირება გაეკეთებინა მისი ეკონომიკის და ესეთი ტიპის ვარდნის შემთხვევაში არ აღმოჩენილიყო ასეთი მძიმე დარტყმის პირას, მაგრამ მან ეს არ გააკეთა ისე როგორც ვენესუელამ არ გააკეთა და შესაბამისი შედეგები ექნებათ ერთსაც და მეორესაც რა. რაც შეეხება ხა ნავთობის ფასთან მიმართებაში, ხა ბევრი რაღაც შეთქმულების თეორია არსებობს იმასთან დაკავშირებით დასავლეთთან როგორ გამოიწვია ეს. მე მართალი გითხრათ, ბოლომდე არ მჯერა ამ თეორიების, მე უფრო მჯერა იმისი, რომ ახალი ტექნოლოგია შეიქმნა, რომელზეც თქვენ გადაცემაში საკმაოდ დეტალურად იყო გარჩეული ეს რას ნიშნავს და ამ ტექნოლოგიამ გამოიწვია ის, რომ ამერიკაში გულისხმობთ, რომელიც დაიწყო ნავთობის არის 10 წლის წინ აღმოჩენილი ტექნოლოგია დაახლოებით, თუმცა ეს რაღაც პერიოდი დაჭირდა იმისთვის, რომ ინდუსტრიულ დონეზე ფართოდ დანერგილიყო. 2007 წელს მახსოვს მე მაშინ ლონდონში ვიყავი, რომ დიდი ასე ვთქვათ მოლოდინები იყო ნავთობთან მიმართებაში, მოპოვებასთან მიმართებაში და გაზში გამოიწვია ამან უზარმაზარი ცვლილებები მსოფლიო ბაზარზე და შემდეგ იყო ნავთობი. და ასე ვთქვათ ეს დანარჩენი როგორც ხედავთ არის რაღაც თამაში ფაქტიურად ის რაღაცა ოლიგოპოლური სიტუაცია რაც იყო ნავთობის ბაზარზე ოპეკის მიერ მართული ეს ფაქტიურად დაინგრა. და ამან გამოიწვია ის, რომ ახალი რაღაცა რეალობა იქნება ნავთობის ფასთან მიმართებაში და როცა ქვეყანა არის დამოკიდებული ერთ რაღაც ძირითად მიმართულებაზე, როგორც არის ნავთობი, თუ ერთ რაღაც პროდუქტზე, ამის შედეგი არის ის, რაც რუსეთს მოვიდა დღეს და ეს მოვიდა ყველა ცუდ მომენტში, მაშინ როცა დასავლეთი გააბრაზა და ფაქტიურად კაპიტალის ბაზარი არის მისთვის დახურული. თორე კაპიტალის ბაზარი დახურული რო არ ყოფილიყო, ამ ერთ დარტყმას, ასე ვთქვათ, რაღაცით დააბალანსებდა და ეხა აღმოჩნდა, რომ დასაბალანსებელი არაფერი აღარ არის. ეს ამატებს ეს არგუმენტი იმ თქვენს განცხადებას, რომ ეს არ არის მოკლევადიანი პრობლემები, რომელიც რუსეთს შეექმნა, ხო? მეორე საკითხია და აუცილებელი ერთი მონაკვეთი გასათვალისწინებელი, რომ რუსეთს ბევრი სხვა ნედლეული აქვს გასაყიდი მხოლოდ ნავთობზე და გაზზე არ არის, მთელი მენდელეევის მთელი ქიმიური სისტემა მის მფლობელია და აქ თქმელია ის, რომ ტენდენცია არის ის, რომ ეხლა ნედლეულზე დამოკიდებულ ეკონომიკებს და სახელმწიფოებს აქვს ძალიან დიდი გასაჭირი, ეხლა ხდება ამ ტექნოლოგიური რევოლუციის გამო, ყველაზე დიდი აქცენტირება software-ზე, ანუ პროდუქტის შექმნაზე და არა საქონელზე. საქონელი არის ისეთი პროდუქტი, რომელსაც ყველა აწარმოებს, მაგრამ პროდუქტი არის ისეთი სახეობის პროდუქტი, რომელსაც რამოდენიმე კაცი აწარმოებს. ანუ ამაზე ღირებულება გაცილებით დიდია, საქონელზე ღირებულება ეცემა. ეს ტენდენციაა მთავარი და მოთხოვნა მთლიანად გლობალურ ეკონომიკის ეფექტიურობა გაიზარდა, პროდუქტიულობა გაიზარდა და ნავთობზე მოთხოვნა შემცირდა და ეს მოთხოვნის ტენდენცია იზრდება და არის ლაპარაკი, რომ შესაძლოა ნავთობის ფასი 20-25 დოლარამდეც ჩამოვიდეს და ეს შენარჩუნოს. გრძელვადიანად ტენდენცია ნავთობისა ფასისა კლებულობს და არჩილმა სწორად თქვა, რომ ამ ნავთობის ფასის ანუ ეს არის ფაქტობრივად ახალი რეალობა, რომელსაც წლები უნდა ველოდოთ. ეს არ არის ერთდღიანი და ერთკვირიანი მომენტი. და ბატონ არჩილს მინდა ვკითხო ისე საქართველოს რეალობას რომ დაუბრუნდეთ, თქვენ როგორც ინვესტიციების ექსპერტს რამდენად ხედავთ იმის შანსს, რომ აი ამ ყველაფრის ფონზე რაც ახლა ვისაუბრეთ, რუსეთს გაუშვება საინვესტიციო მადა აი ესეთ მცირე ბაზარზე, როგორც არის საქართველო, თუმცა პოლიტიკურად მნიშვნელოვან ბაზარზე.
იცი რა, მე ძალიან მიკვირს ის ამბავი, რომ ასე ვთქვათ, დღევანდელ მოცემულობაში რუსეთი კიდე ფიქრობს რაღაც საგარეო ექსპანსიაზე ეკონომიკის და ბატონ გიამ როგორც აღნიშნა, ეს ის ქვეყანაა, რომელიცთვისაც შეიძლება პოლიტიკური რაღაც ნაბიჯები თუ პოლიტიკური ეკონომიკური რაღაც ნუ მინიმუმ მას გასაღების პახალი ბაზრები აქვს მოსაპოვებელი ხო? შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს ვიდრე რაღაც ეკონომიკური კუთხით დანახული სიტუაცია, იმიტომ რომ 2015 წელს რუსეთს ექნება ძალიან რთული წელი, ანუ ასე ვთქვათ, ეს ეკონომიკა მაინც დიდი ეკონომიკა იქნება, მაგრამ იქნება საკმაოდ რთული წელი, მოსახლეობა გაღარიბდება მნიშვნელოვნად, იქნება საბანკო კრიზისი, სხვადასხვა გათვლებით ექსპერტების 50-დან 100 მილიარდ დოლარამდე მოუწევს მთავრობას კაპიტალის შეტანა მისივე ბანკებში, რომელიც არის ფაქტიურად გაკოტრებული დღეს, ასე რომ დღეს რუსული კომპანიებისთვის და მით უმეტეს სახელმწიფო კომპანიებისთვის იმაზე ფიქრი, რომ რაღაცნაირად გარეთ აქტივები შეიძინონ და ფული გაიტანონ გარეთ, წარმოუდგენელია ეკონომიკურად. თუმცა რაღაც ოპერირება ხომ საქმიანობა განახორციელონ მოგება მიიღონ და საქართველოში საკუთარ მცირე ინვესტიციით შესაძლებელია თქვათ ბიზნესის აწყობა, ხომ განსხვავებით სხვა უფრო განვითარებული ბაზრებისგან და რატომაც არა. მცირე ინვესტიციით შესაძლებელია ბიზნესის დაწყება საქართველოში და მცირე მოგებები მოყვება ამას. ანუ საქართველოს ბაზარი არის ძალიან მცირე და მათ აქვს საკუთარი პრობლემები მოსაგვარებელი. ამიტომ ის რომ რაღაც გარეთ იხედებიან და გარეთ თანხებს დებენ, მხოლოდ შემიძლია ახსნა რაღაც პოლიტიკური მოტივაციით და ძალიან რთულია ამის გამართლება ეკონომიკურად. თუმცა როგორც ბატონმა გიამ აღნიშნა, საკმაოდ საინტერესოა ის მომენტი, რომ ანუ პოლიტიკურად რაც კავკასიის კორიდორის კონტროლი ვერ მოახერხა და რუსეთი ცდილობს, რომ ეკონომიკურად რაც თამაშის მონაწილე გახდეს. თუმცა თავის დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს რა, ანუ მით უმეტეს გასათვალისწინებელია, რომ როსნეფტი ეხლახან იქნა გამოსყიდული მისი ცენტრალური ბანკის მიერ. ანუ როსნეფტი არის ბანკროტირებული და იმისათვის რომ არ მოყოლოდა ამას დიდი კატასტროფული შედეგი, ზუსტად 2 კვირის წინ მოხდა სახელმწიფო ბანკის მიერ როსნეფტის გამოსყიდვა. ზუსტად ციფრი აჩიკოს უფრო კარგად ეცოდინება, ეს თანხა აღარ მახსოვს, ძალიან დიდი რაოდენობა თანხით იქნა როსნეფტი გამოსყიდული. ანუ ეკონომიკური თვალსაზრისით როსნეფტს არ აქვს ექსპანსიის გატარების სტრატეგია, მხოლოდ ეკონომიკური გათვლით, ეკონომიკური რაციონალით, რომ არ იყოს ეს გეოპოლიტიკური ნაბიჯი იმისათვის, რომ ეს პოლიტიკაც მნიშვნელოვანი მდგენელია ამაში და ჩვენ თუ ეს მდგენელი მუშაობს, შესაბამისად უნდა ველოდოთ. აი მიშა სესიაშვილს აქვს ასევე კითხვა. მე პრინციპში ორივე ჩვენს სტუმართან მქონდა კითხვა იმ პირობებში, როდესაც როსნეფტი და რაზეც ბატონმა გიამაც ისაუბრა, რომ ძალიან დიდი ფული ისესხა, თქვა რუსეთის ცენტრალური ბანკისგან, რომ საგარეო ვალდებულებები დაეფარა, ძალიან დიდი პრობლემების წინაშე, ძალიან დიდი სანქციების წინაშე მისთვის დასავლური კაპიტალი დახურულია და როგორც ბატონმა არჩილმა თქვა, რომ თქვა მცირე ფინანსური მოგების შესაძლებლობა შეირჩება ქართულ ბაზარზე, მაშინ გამოდის, რომ მისი ინვესტიცია და მისი ექსპანსია კავკასიაში მთლიანად პოლიტიკურ, თქვათ, ბენეფიტების და პოლიტიკური მოგების მიღებას უკავშირდება. ასეა თუ არა, თქვათ, ორივე. ბატონ არჩილი დავიწყოთ. რთულია ამას სპეკულირება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ასე ვთქვათ, დღეს ძალიან რთულია იმის ახსნა, რომ როსნეფტი გარეთ საკუთარი საზღვრების გარეთ ახალ თანხებს დებს. ეს უბრალოდ ძალიან რთულია ამის წარმოქმნა. ეს ფუფუნება ამ კომპანიას. აბსოლუტურად, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი პრობლემები აქვს, არა მარტო მას, ცალკე მდგომს, არამედ მთელ ქვეყანას და ეს დიდი პრობლემები შეიძლება გადატანილი იყოს მათთვის, მაგრამ ნუ პრობლემური წელიწადი აშკარად. ამის ფონზე ხა იმის გამართლება, რომ გარეთ რაღაც თანხებს დებენ, იმიტომ რომ რაღაც 5 და 10 წლის განმავლობაში მათ მოგება მიიღონ, ცოტა რთულია ამის ახსნა. ამაზე იქით არ წავიდოდი მე. ბატონ გიას ცოტა სხვა მოსაზრება აქვს, ბატონ გია, თქვენ როგორ ფიქრობთ? კი, როდესაც კომპანია გაკოტრების წინაშეა აჩიკომ კარგად იცის ეს, ხდება ამას ქვია ინგლისური ტერმინია turnaround. ესე იგი ამ turnaround მობრუნების პროცესში აუცილებელია არა პროფილური აქტივების განთავისუფლება, გაყიდვა და ამ ნაღდი ფულის კონცენტრირება, ანუ ფოკუსირება, დავიწროება შენი ბიზნეს საქმიანობისგან. და როსნეფტის ეკონომიკური ნაბიჯი ბიზნეს რაციონალიდან გამომდინარე, ესეთი უნდა ყოფილიყო და აქ გაკოტრებული ორგანიზაცია იმის მაგიროთ რომ გაყიდოს აქტივები და კონცენტრირება მოახდინოს მის თავარ საქმიანობაზე, ეხა აპირებს ექსპანსიას გარე ქვეყანაში, ისეთ მტრულ ქვეყანაში მათთვის როგორც საქართველოა. და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ჩემი
ჩემი ასე ვთქვათ გადასახედიდან, თუმცა მეც დააჩიკოთ რაციონალურად რომ ეს არის პოლიტიკური იმ შავ ყუთში, რომლითანაც იღებენ გადაწყვეტილებას პუტინი და ეს სეჩინი არის ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ოდიოზური პიროვნება პუტინთან დაახლოებული, რომელიც სანქცირებულია მთელს მსოფლიოში, რუსეთიდან გარეთ ცხვირს ვერ გაყოფს და ესეთი პიროვნება აკეთებს ესეთ ნაბიჯს საქართველოში, ეს არის კრემლის პირდაპირ ჩარევით და ასე რომ ჩვენ ესე თუმცა შესაძლოა ყველაფერი გასაშვები ჩვენი რაციონალიდან გამომდინარე ჩვენ ესეთ ახსნას მივუძებთ, მაგრამ საქართველოს ეს უნდა იცოდეს და ქართული მხარე უნდა იყოს მოთამაშე მაგიდასთან დაждდეს და საქართველოსთვის ჩვენი სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესიდან რაც იქნება გამოსავალი ის უნდა გამოადნოს უნდა გააკეთებინა გუშინ და დღეს მაინც უნდა გააკეთოს აუცილებლად. კეთილი, ძალიან დიდი მადლობა რომ შევაჯამოთ, როგორც ჩვენ სტუმრებმა აღნიშნეს, ყველა ფაქტორის შეჯამებით ის რაც ხდება რუსეთში ეს კრიზისი ეხლა მხოლოდ იწყება და აუცილებლად განვითარდება მომავალი არაერთი 2 3 და 4 წელის განმავლობაში, რაც მას აძლევს დამატებით პოლიტიკურ მინიმუმ პოლიტიკურ мотивაციებს რომ სადოს საქართველოში ექსპანსია შეიძლება არასამხედრო არამედ ეკონომიური და ეს მთავრობამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს და შექმნას ახალი სტრატეგია მასთან ურთიერთობის. და ეს უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. რეკლამის შემდეგ მთავრობა აპირეს ფსონის სამედიცინო ტურიზმზე ჩავიდეს და $800 მილიონ ინვესტიცია წყალტუბოში მიიზიდოს. როგორ აპირებს ამას, ან რატომ აქამდე არ გამოჩნდა ინვესტორი, სუფთა ჰაერი და წყალი ხომ აქამდეც იყო? აგრეთვე რა საჭიროა მილიარდიანი მეგაპროექტების ლოდინი, როცა მცირე ფულითაც არაერთი სამედიცინო კურორტის აღდგენა არის შესაძლებელი. ახტალაშიც, მენშიც და არხილოს კალოშიც. დაგველოდეთ. განაგზოთ ბიზნეს კურიერს, მთავრობამ ამ კვირაში ზარზეიმით გახსნა ლიკანში რიქსოსის სასტუმრო, რომელიც ყაზმუნაი გაზმა საპარტნიორო ფონდის დახმარებით ააშენა. ეს მთავრობას იმედს აძლევს, რომ სამედიცინო, კერძოდ კი ბარნეოლოგიური მიმართულება ტურიზმ ბიზნესს მისცემს. ამ იმედით ის წყალტუბოს რეაბილიტაციას გეგმავს, რისთვისაც $800 მილიონამდე მოზიდვა ჭირდება. როგორ აპირებს ამას საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი გეტყვის. თუმცა მანამდე უნდა ითქვას ისიც, რომ ათობით მივიწყებულ კურორტზე კითხვა უჩნდებათ, რატომ არ შეიძლება ასეთი ძვირი პროექტის პარალელურად არაერთი მცირე სანატორიუმის აღდგენა, რასაც შეუდარებლად მცირე დანახარჯი დაჭირდებოდა ახტალაში, მენჩსა თუ არხილოს კალოში, ან და თუნდაც თბილისში. და ნანგრეული იყო კი ბატონო, ფაქტობრივად იყო შავი კარკასი, გაძარცული, აბსოლუტურად გაძარცული, გამზადებული, გასაკლიდად ობიექტი, გასართობ ობიექტი, კაზინო. ნიკოლოს სააკაშვილი თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტს 16 წელია ხელმძღვანელობს. 90-იანი წლების ბოლოს, როდესაც ის დირექტორად დანიშნეს, დაწესებულება დანგრეული და გასაყიდად გამზადებული იყო. ამბობს, რომ დიდი ძალისხმევის შედეგად სამედიცინო ცენტრის სახელმწიფოს შეუნარჩუნა და მომგებიან ობიექტად აქცია. მაშინ თბილისის ღირსშესანიშნაობა კაზინოდ გადაქცევას გადაურჩა. თუმცა დღეს მთავრობა კვლავ ტერიტორიის გაყიდვას აპირებს. გადახედეთ საქართველოს კურორტებს. თუ ეს მადლიანი საქმის გაკეთება უნდა და მართლა უნდა შენარჩუნება კურორტოლოგიის საქართველოში, წადიდა მენჩში გააკეთე. ეროვნული კაცი იქნები. გააკეთე ბახმაროზე ეროვნული კაცი იქნები. გააკეთე, თქვათ, სადღაც რომელი არხილოს კალო გააკეთე. დიდ საქმეს გააკეთებ. ხომ აქვს სურვილი თავისი ბიზნესი შექმნა, არა? მაგრამ მე უკვე შეგეთქვა სავასე. ისინი არ წავლენ ბახმაროში. ისინი არ წავლენ არც მენჩში. იმიტომ რომ მენჩში და ბახმაროში ის ბიზნესი არ გაკეთება, რაც გაკეთება ქალაქის ცენტრში, თბილისის ძველ რაიონში, ამბონოთუბაში. დარგის წამყვანი სპეციალისტი ფიქრობს, რომ სწორი პოლიტიკის გატარებით საქართველოს სამედიცინო ტურიზმში სოფლიოში თვალსაჩინო ადგილს დაიკავებს. ქუთაისთან არის მღვიმე, სადაც პაციენტს შეიყვან. დღეში 15-20 წუთის განმავლობაში ასუნთქები მღვიმის ჰაერით და 10 დღის განმავლობაში გამოიყვან. და აქვს ბრონქული ასმა, ქრონიკული ბრონქიტი, გამწვევებული შილი გამწვევებით რაღაც და მთელი ცხოვრება ახველებს. 6 თვიანი, 7 თვიანი, 1 წლიანი რემისია მიდის. მარტო კლიმატით არ ღირს, ეს არ არის ბიზნესი? ეს არ არის სამედიცინო ბიზნესი. განავითარე ეს მღვიმე, შექმენი კოტეჯების სისტემა გარშემო. რაღა მაინდა მაინც ქალაქის ცენტრში ორთაჭალაში გინდა. ეს ერთ დროს სახელგანთქმული კურორტი ახტალაა, სადაც ყოველწლიურად 6000 დამსვენებელი ჩადიოდა. ახლა მათი რიცხვი 900-ს არ აღწევს. კურორტის სახელმწიფო საკუთრებაა, 2 წლის წინ იქ ეზოს მოწყობა დასრულდა, თუმცა დამსვენებლების მოსაზიდად ეს საკმარისი არ არის. შენობების უმეტესობა იქ 30-იან წლებში აშენებული და თანამედროვე მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.
ჩვენი შენობა ნაგებობები იმ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, რა მოთხოვნებიც არის საერთაშორისო ბაზარზე. ეს მოთხოვნები ძალიან მინიმალური არის ჩვენთან, ამიტომ რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა მოხდეს რეაბილიტაცია კურორტის შენობა ნაგებობების, ახალი შენობა ნაგებობების აშენება. დირექტორი გიორგი უტიაშვილი ამბობს, რომ ამ დრომდე შესაფერისი ინვესტორის მონახვა ვერ მოხერხდა. არადა კურორტს ახალი ფუნქციების დამატებაც შეუძლია. შესაძლებელია მოხდეს ახტალის უნიკალური თვისებების მქონე ტალახის რეკლამირება და მკვდარი ზღვის ტალახის მსგავსად მისი დაფასოება და ექსპორტირება. ჩვენი ტალახი საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული, ცნობილი არის როგორც ერთ-ერთი საუკეთესო სამკურნალო თვისებების მქონე. შესაძლებელი არის მოხდეს დაფასოება ამ ტალახის სხვადასხვა ზომის ჭურჭლით, შეფუთვით და მოხდეს მისი რეალიზაცია, მაგრამ ამისათვის საჭირო არის წინასწარ რა თქმა უნდა ძალიან ფართოდ რეკლამირება. კურორტი არხილოსკალო აზერბაიჯანის საზღვართან მდებარეობს. 60-იან წლებში იქ მზის სხივების უნიკალური თვისება აღმოაჩინეს და ბავშვთა ნეფროლოგიური სანატორიუმი გახსნეს. ძალიან ეფექტური იყო ბავშვებისთვის. მოდიოდნენ აი სოციალისტური ქვეყნებიდან, გედერე რომ იყო, პოლონეთი, ჩეხოსლოვაკიიდან. იქიდანაც მოდიოდნენ ბავშვები და რა ვიცი, ეფექტი მაღალი ქონდა ნამდვილად რა. მახსოვს რომ მოყავდათ საკაცით შემოუყვანიათ ბავშვები და გარკვეული 2-3 კვირის მერე უკვე ბავშვები დარბოდნენ აქ ადგილზე. აი ესეთი ეფექტი ქონდა ხოლმე რა. კურორტმა ბოლო დამსვენებელი 1995 წელს მიიღო. ამის შემდეგ კარები გამოიკეტა. იქავრობა დღესაც ისეა როგორც 20 წლის წინ, ოღონდ უკვე დაცარიელებული და ამორტიზებული. ძველი თანამშრომელი ამბობს, რომ ცენტრი მსოფლიოში უნიკალურია და დიდი მოთხოვნით სარგებლობდა. იგეგმებოდა ტერიტორიაზე ახალი, უფრო დიდი სანატორიუმის მშენებლობაც, თუმცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, სახელმწიფომ კი კურორტის აღდგენა პოპულარიზაციისთვის ვერ მოიცალა. როგორც იძახიან, თვითონ ეს ადგილია რაღაც ისეთი, რომ აი ულტრაესფერისკრება, ზუსტად ეს ადგილი რატომაც და ძალიან კარგი ექიმი ყავდა ბოლოს, მალხაზი სანადირაძე. რა ვიცი, ის ძალიან იმაშვრებოდა, ძალიან წვალობდა, ინვესტორი უნდა და რაღაც, მაგრამ ვერაფერი ვერ გაკეთდა რა. ფაქტიურად მის მერე არის გაჩერებული ეს. აი 20 წელია უფუნქციოდ არის. სამედიცინო ტურიზმი დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი მიმართულებაა. საქართველოს კი რომელსაც ამ მხრივ მთელ საბჭოთა კავშირში წამყვანი ადგილი ეკავა, ამ რესურსს დღეს არ იყენებს. ინვესტორები და ტურაგენტები მიიჩნევენ, რომ პრობლემა მთავრობის გადასაჭრელია. სუფთა ჰაერი, წყალი თუ ტალახი, მზე, ყველაფერი კარგია, მაგრამ ინვესტორს კიდევ სხვა რამე სჭირდება იმისთვის, რომ თავისი ფული გარისხოს და ამა თუ იმ კურორტზე დააბანდოს და ეს პირველ რიგში მარკეტინგული ძალისხმევა, რომელიც მთავრობამ უნდა გასწიოს. ესეთი რეგიონებია იგივე ბანევრული კურორტები, რომლებიც ამ წუთში გვაქვს, ბუნებრივი რესურსები გვაქვს, უბრალოდ იქ ინვესტორები არ მიდიან, იმიტომ რომ ეს ადგილები უკვე დავიწყებულია და არაგაპირებული თემაა. ადამიანი როცა თვლის, რომ ამისთვის მარკეტინგში ძალიან დიდი თანხა უნდა დახარჯოს, მარტივად იზახის უარს ახალი ინვესტიციის გახორციელებისთვის. ამისთვის შეთავაზების პაკეტისთვის, საინვესტიციო პაკეტისთვის აუცილებელია მინიმუმ 5-8 წლიანი 5-8 წლიანი მარკეტინგული აქტივობის დაფინანსების გეგმის შეთავაზება, რომ ინვესტორი დაინტერესდეს იმ ახალი რეგიონით, რომელიც საქართველოში უნდა განვითარდეს. ამას ემატება საკანონმდებლო სირთულეები დაკავშირებული სავიზო და საგადასახადო რეგულაციებთან, რომელიც სეზონურობას არ ითვალისწინებს და სეზონს გარეთაც სასტუმროს ჩვეულებრივად ბეგრავს. ამაზე წლებია საუბრობენ ინვესტორები, თუმცა რეაგირება მთავრობის მხრიდან არ მოჰყოლია. შედეგად კი დასვენება ქართულ კურორტებზე საკმაოდ ძვირი გამოდის და ბიუროკრატიული პრობლემების გადალახვასაც უკავშირდება. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ 2014-ში ტურისტთა ნაკადის ზრდა 2%-მდე დაეცა, მაშინ როცა წინა წლებში საშუალო ზრდა 30%-ს აღემატებოდა. ყველა ამ ნიუანსის შემდეგ ვფიქრობ უკვე მზად ვართ ირაკლი კოზანიძეს საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელს მოусმინოთ როგორ ესახება მას წყალტუბოს აღორძინება და იქ 800 მილიონის მოზიდვა კერძოდ 9 სანატორიუმისა და 4 აბანოს აღსადგენად აკვაპარკისა თუ სამორინვეს ასაშენებლად მოგესალმებით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია მაგრამ სანამ მასზე ვისაუბრებთ მე ძალიან მოკლე კითხვას დაგისვამთ და ასევე მოკლე პასუხს ველოდები თქვენგან ეს არის მნიშვნელოვანი როგორც თქვი მასშტაბური 15
მეტი 20 წლიანი პროექტი, ხომ არ ფიქრობთ, რომ ამასთან ერთად, აი ამ პერიოდში სანამ ეს განხორციელდება და ასე შემდეგ, ასევე საპარტნიორო ფონდმა უნდა და შესაძლებელია მიმართოს ძალისხმევაც უფრო წვრილ პროექტებზე, უფრო ნაკლებ ინვესტიციების მოსაზიდად, უფრო მცირე მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვან პოტენციალის მქონე კურორტებზე. 3 მათგანი ჩვენ თუ 4 მათგანი ჩვენ სიუჟეტში იყო, 10-ობით არის კიდევ მოგეხსენებათ ვიქტორინას არ ჩაგიტარებთ. ხო, აი ფიქრობთ თუ არა რომ შესაძლებელია და ფიქრობთ თუ არა ამაზეც და შემდეგ გადავიდეთ წყალტუბოზე. მოგესალმებით ბატონო კაკი. მოკლედ რომ გიპასუხოთ, ნამდვილად შესაძლებელია და კი. ასეთი შესაძლებლობა ნამდვილად არსებობს და შეიძლება და გასაკეთებელია, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი პოტენციური სერიოზული მიმართულებაა საქართველოს ეკონომიკისათვის. ასეთი მნიშვნელობის კურორტების თავიდან აღდგენა, შექმნა ზოგიერთი ბევრად უფრო ცნობილი იყო ძველ დროს. იგივე პოსტსაბჭოთა სივრცეში შედარებით ნაკლებად, მაგრამ ყველაზე იქნება მოთხოვნა მე ამაში დარწმუნებული ვარ და ფიქრობ, რომ შესაძლებელია ამ პროექტებში ჩავერთოთ ჩვენ და განვაახლოთ, გავაკეთოთ და თავიდან შექმნათ იგივე ბრენდები თუ შესაძლებელი იქნება. ამიტომ პასუხი მოკლე არის კი. კი, მაგრამ აი ბოლო რაც თქვენ ძალიან საინტერესო მაძლევს საშუალებას რომ ხიდი გავაკეთოთ, წყალტუბოზე გადავიდეთ, თქვენ ახსენეთ რომ აი ბრენდის შექმნა, ანუ რაც გულისხმობს მარკეტინგს, რაც გულისხმობს რეკლამას და აი ამაში თანხების ჩადებას და არა მცირე თანხების. შეიძლება აი თქვათ ინვესტიციის ტოლი თანხების, იმიტომ რომ სოფლიო მასშტაბით შენ თუ გინდა ამის რეკლამირება, ეს იაფი არ ჯდება. აი წყალტუბოს სტრატეგიული გეგმა აი ამას ნაკლებად ითვალისწინებს. ყოველ შემთხვევაში ის იქ არ ჩანს. მთავრობის მხრიდან გასაღები ხარჯებზე როცა საუბარი გზირთად ინფრასტრუქტურულ ძალისხმევაზეა, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ძალისხმევაზეა საუბარი. ფიქრობთ თუ არა რომ უნდა ჩაიდოს და აუცილებელიც არის რომ აი ესეთი ძალისხმევა ხარჯები დაემატოს ამ პროექტს. იქ ძირითადი ვთქვათ ინვესტიცია რაც შეიძლება მოიზიდოს ეს არის ჰაერი, ვთქვათ ბუნება, კომუნიკაციებთან სიახლოვე, მაგრამ ეს ყველაფერი კარგია, ბუნებრივია, მაგრამ ტურისტი რო ჩამოვიდეს, მან უნდა გაიგოს ამის შესახებ და დაიჯეროს, რომ იქ რო ჩავა, მას უნკურნალებენ და ეს კარგია. რასაკვირველია ვფიქრობთ, მე მინდა გითხრათ, რომ ის კვლევა, რომელიც თქვენ ახლა ახსენეთ, არის ასე ვთქვათ, პირველი კომპლექსური კვლევა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელიც საპარტნიორო ფონდმა განახორციელა ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად და ჩვენ დავიქირავეთ ეს ცნობილი საერთაშორისო კომპანია კოლხი და პარტნიორები, რომელმაც ეს კვლევა გააკეთეს დაახლოებით 350 გვერდია და კიდე უამრავი თანხლები მასალები ახლავს, რომელიც იძლევა ზოგადად იმ დასკვნის შესაძლებლობას, დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ საქართველოს შემთხვევაში წყალტუბო შეიძლება იქცეს სამედიცინო და სპა ტურიზმის დედაქალაქად. ეხლა რა არის მოკლედ გაკეთებული ამ კვლევაში თქვენც ახსენეთ, მაგრამ მე მინდა გითხრათ, ეს არის ბაზრის ანალიზი. ეს არის წყალტუბოს როგორც კურორტის კონკურენტუნარიანობის შესწავლა, ასევე არის აქ გაკეთებული კურორტის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის შესწავლა. მოგეხსენებათ თქვენ რომ ამჟამად წყალტუბოს ტერიტორიაზე არის 23 სანატორიუმი, აქედან 5 არის პრივატიზირებული, ამ 5-დან 4 უმოქმედოა, ხოლო დანარჩენი შენობები პრაქტიკულად მხოლოდ შენობებია და არის სავალალო მდგომარეობაში და აი ეს ინვენტარიზებული გეგმა არის მოცემული ამ კვლევაში. და ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანია. და უნდა ვთქვათ, რომ გზა გაკეთდა, რაც ასევე მნიშვნელოვანია. არის გზა გაკეთდა. ეს გზა და ინფრასტრუქტურა ცალკე თემა, აქ სოფლიო ბანკის პროგრამა მუშაობს, ჩვენ ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუშაობს, ეს ცალკე მიმართულება, მაგრამ აი ამ კვლევაში არის მოცემული დასკვნა იმის შესახებ, რომ პოტენცია ამ ტერიტორიას წყალტუბოს ჩვენ ცნობილ კურორტს და იმაჩნია გულწრფელად რო გითხრათ, ეს არის ბრილიანტი საქართველოს შემთხვევაში, ამის პოტენცია არსებობს. დასკვნაში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ამბობენ, რომ წყალტუბოს აქვს პოტენცია გახდეს ევროპის ისტორიული თერმული წყლების კურორტების ასოციაცია იმის წევრი, ეს არის იგივე თქვა ჩვენთვის ახლა ცნობილი კარლოვი ვარი, ბადენ-ბადენი და ასე შემდეგ. ამიტომ აი ესეთი დასკვნა არის, დასკვნები არის გაკეთებული, მოცემული არის სხვათა შორის საფეხურები, როგორ შეიძლება ჩვენ აი ამ მიმართულებით წავიდეთ და არის ის უპირატესობები გამოკვეთილი, დაწყებული იმით, რომ წყალტუბოში არის თქვა იშვიათი და გამოცდილი
იშვიათი წყალი, იგივე თქვათ, იშვიათი შემადგენლობით და სხვა პოსტსაბჭოთა სივრცეზე კი არა, მე მგონი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო. აი ასეთი დასკვნები არის გაკეთებული და რაც თავარია მოცემული არის თანამედროვე შემოთავაზება, ეგრეთ წოდებული ზონირება, თუ როგორ უნდა მოხდეს, ჯერ რეკრეაციული ზონის განვითარება, მე აგულისხმობ სასტუმროების განვითარებას, სანიტარული ზონა და შემდეგ საზოგადოებრივი ზონა. დაყოფილი არის ამ ნაწილად ეს კვლევა და როგორც მე გითხარით, აი ამ თითოეულ სანატორიუმთან დაკავშირებით არის გარკვეული საინვესტიციო შემოთავაზებები, თანხების სავარაუდო მოცემულობებით. სხვათა შორის დასკვნაში მითითებულია, რომ რამოდენიმე სასტუმროს პოტენცია აღარ აქვს აღდგენის, ალბათ ის უნდა დაიშალოს, ხოლო დანარჩენ სასტუმროებთან 14 სასტუმროა, სადაც დასკვნაში მოცემული არის, რომ არქიტექტურული ღირებულება აქვს, რესტავრაცია უნდა მოხდეს ფასადის, თქვენც ალბათ გახსოვთ, იქ არის მაგცნობილი სასტუმრო მეშახტე, ივერია, უნიკალური შენობებია, რესტავრაცია უნდა მოხდეს და ამ თითოეულ ამ სასტუმროსთან დაკავშირებით არის გარკვეული საინვესტიციო წინადადება. და აგრეთვე არის გასართობი ინფრასტრუქტურის განვითარებაზეც, თქვათ, რჩევები, რომ იქ მარტო რომ დაისვენებს ოჯახი და აბანოში, თქვათ, ტალახის თუ სხვა პროცედურებს ჩაიტარებს, მას მეერე გართობაც უნდა, იქ საუბარი აკვაპარკზეც, სამორინეზეც და ასე შემდეგ. თქვენ, მაგრამ აი ეს ყველა დასკვნა თქვენ წაიკითხეთ, თქვენმა თანამშრომლებმა, მედიამაც, მეც მათ შორის, მაგრამ რომ წაიკითხოს ტურისტმა, ანუ ისე უბრუნდები ამ მარკეტინგულ ძალისხმებას, პირველი რა უნდა მოხდეს, ჯერ აი ეს მარკეტინგული ძალისხმება, თუ თქვათ ინვესტორების მოზიდვა და მშენებლობის დაწყება უშუალოდ. ყველაფერი უნდა მოხდეს ერთად, ბატონ მაკაკი. მარკეტინგიც უნდა მოხდეს, ანუ შესწავლა მარკეტინგული გეგმა. დღეს მე მინდა გითხრათ, ეს დასკვნა სულ ერთი თვეა, რაც დამთავრდა. ერთი თვეა დამთავრდა. ჩვენ ძალიან აქტიური მოქმედების გეგმა გვაქვს, ეხლა ჩვენ ქართველებს გვახასიათებს სიტყვა ბევრჯერ ვიხმაროთ ძალიან და ასე შემდეგ, მაგრამ პირდაპირ მინდა გითხრათ, მოქმედების გეგმა. ეხლა წყალტუბოს ერთი მნიშვნელოვანი განმასხვავებელი თვისება აქვს სხვა კურორტებისგან, რომ მას დიდი, ასე ვთქვათ, რეკლამა არ ჭირდება, იგივე იმ ყოფილ 300 მილიონიან ბაზარზე პოსტსაბჭოთა სივრცეზე ყველა მიცის წყალტუბო, ვინც არის განსაკუთრებით იმ ადამიანმა, მაგრამ ესეც გარკვეულ ასაკის კონტინგენტში, ხო, ეხლა ვისაც ფული აქვს ეხლა და ძალიან აქტიურია ბიზნესში, მათ შეიძლება არც იცოდნენ ეს სახელი. არც იცოდნენ რა საკვირველია და ამიტომ ვინც იგივე საბჭოთა დროს დაიბადა, მისთვის ცნობილია. ჩვენ ვფიქრობთ, მარკეტინგი აუცილებლად გასაკეთებელია, შემდეგი ნაბიჯი არის ასევე ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო პარტნიორები და ამის გამოცდილება გვაქვს, როგორ უნდა მოვახდინოთ თითოეულ სასტუმროში ინვესტორის მოყვანა. მე არ გულისხმობ მარტო უცხოელს, სხვათა შორის უცხოელებს ამის ინტერესები აქვს და მე ჩვენ ახლა იგივე როდესაც ლიკანი დავამთავრეთ, იქ ყაზახი პარტნიორების გამოხატავდნენ ამის სურვილს, სხვებსაც აქვს ამის სურვილი, თითოეულ სასტუმროსთან დაკავშირებით იქნება გარკვეული საინვესტიციო პაკეტი და მე ერთმონეთ რომ აი ამ სასტუმროების გათანამედროვებას თავიდან შექმნას ეტაპობრივად გავაკეთებთ. ერთი რამე უნდა გითხრათ. თქვენი ოპტიმისტური პროგნოზით როდის ვიხილავთ უკვე აი აქტიურ სამშენებლო მოქმედებას? მე ვფიქრობ, რომ აი წლის მეორე ნახევარში ჩვენ უკვე სერიოზული შედეგები მაგ კუთხით გვექნება. ყოველ შემთხვევაში გარკვეულ სასტუმროებზე ინვესტორები გამოკვეთილი გვეყოლება, მაგრამ მე უფრო მეტი მინდა გითხრათ. ეხლა არის სასტუმრო იქ ივერია და მეშახტე, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება რომ ინვესტორისთვის გადაცემონ, მაგრამ არის სასტუმროები, რომელსაც ნაკლები მოთხოვნა. ჩვენი ამოცანა არის, რომ ყველა სასტუმრო დატვირთული იყოს, იმიტომ რომ პოტენციაში ძველ პერიოდში მე შემიძლია გითხრათ, დაახლოებით 6000 ადამიანი წყალტუბოში ერთდროულად ისვენებდა. კი, აი კარგია რომ ეს საკითხი წამოწიეთ, იმიტომ აი თქვენ რიქსოსის შემთხვევაში იქ მე ვნახე მაგაც საიტზე ფასები იწყება 500 ლარიდან და ზემოთ. და აი ამ წყალტუბოს განვითარების სქემაშიც ისეთი კარგი სურათებია, რომ 5-4 სასტუმროები ცხადია ფასი არანაკლები თუ არა მეტი იქნება. და შესაბამისად ადგილობრივ მოსახლეობას და სხვასაც, თქვათ, ვისაც არ აქვს, თქვათ, მაღალი შემოსავალი, მათთვისაც რომ დარჩეს იქ, თქვათ, პოტენციალი, თქვათ, 2-3 ვარსკვლავიან სასტუმროში განთავსებისა თუ, თქვათ, დასვენების. მე ვფიქრობ, რომ ყველა, ასე თქვათ, ყველა დონის შესაბამისი სასტუმრო იქნება იქა, რამ დაბალ ვარსკვლავიანი და 5 ვარსკვლავიანი, ჩვენ ვფიქრობ, რომ 2 ვარსკვლავიანი სასტუმროც უნდა იყოს 3-იანი და ასე შემდეგ, იმიტომ რომ მოთხოვნა ყველაფერზე იქნება. ჩვენ ასევე ვფიქრობთ, ბატონ მაკაკი, რომ იქ არის გარკვეული ჩვენი თანამემამულეები ცხოვრობენ, ეს თოლველებია დაახლოებით 5500 ადამიანი. მათ დასაქმებაზედაც გარკვეული გეგმა გვაქვს, იმიტომ რომ ეს ადამიანები შეიძლება იქ დასაქმდნენ ინფრასტრუქტურაში. ჩვენმა ფონდმა სხვათა შორის კარგი გამოცდილება მიიღო, ეხლა ლიკანის მაგალითზე დაახლოებით 200-210 ადამიანი ადგილობრივი მცხოვრები ლიკანში დასაქმდნენ. თქვენ უნდა ნახოთ, როგორი სერვისი შეთავაზეს ჩვენს. ამიტომ ვფიქრობთ, რომ მაცხოვრებლები იმერეთის რეგიონის
ტოლვილებიდან დაწყებული, ვინც იქ ცხოვრობს, ქუთაისი, წყალტუბო მიმდებარე ყველა სამუშაოს იპოვნის, იმიტომ რომ წყალტუბო არის ერთ-ერთი ბრილიანტი საქართველოსის, რომელიც შეიძლება ავითვისოთ და წავიდეთ წინ. დიდი მადლობა. თუმცა ბოლოს დავძინო რომ ეს არის 10-15 წლიანი პროექტი, არ გავუშვეს იმეს თქვათ იმედი რომ ეს ხვალ მოხდება და ზეგ. ძალიან დიდი მადლობა გისურვებ წარმატებებს. ახლა კი კვირის კიდევ სხვა სიახლეები უცხოელს მიწის შესაძენად აგრარულ სფეროში 5 წლიანი გამოცდილება აღარ მოეთხოვება. მთავრობამ ეს პუნქტი კანონ პროექტიდან ამოიღო. სამაგიეროდ მიწის მყიდველს ის ბინადრობის ნებართვას მოსთხოვს და მიწის ფართობსაც ზღუდავს, რომლის ყიდვაც უცხოელს შეუძლია. კანონი პარლამენტმა თებერვალში უნდა დაამტკიცოს. წაწესებულია ფიზიკურ პირებთან მიმართებაში მინიმუმ 5 ჰექტრის შეძენის შესაძლებლობა და მაქსიმუმ 20 ჰექტრის შესაძლებლობა. თუ კი ფიზიკური პირი ფლობს ბინადრობის უფლებას საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოში რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირის შემთხვევაში უკვე ფართობი შეიძლება 20 ჰექტრიდან 200 ჰექტრამდე. წინა ვარიანტთან შედარებით გაუმჯობესებული არის იგივე უცხოელს აღარ მოეთხოვება 5 წლიანი გამოცდილება მაგალითად მაინც და მაინც სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობის, რაც რა თქმა უნდა არის გაუმჯობესებული, თუმცა ისევ და ისევ რჩება პრობლემად ქორწინების შემთხვევა, როდესაც განქორწინების შემთხვევაში ის უცხოელი, რომელიც მაგალითად ფლობს მიწას, ამუშავებს, დასაქმებული ყავს მასზე საქართველოს მოქალაქეები, იძულებული იქნება რომ გაყიდოს ეს მიწა. მთავრობა ინტერესთა გამოხატვის პროცედურას იწყებს კომპანიის გამოსავლენად, რომელსაც 1932 სოფელში ოპტიკური საკაბელო ქსელის შეყვანას დაუკვეთავს. ქსელი ღია დაშვების პრინციპით აიგება, ანუ მასზე დაერთებას ნებისმიერი ინტერნეტ პროვაიდერი შეძლებს და ინტერნეტს საბოლოო მომხმარებელს მიაწვის. ფორმატი მონაწილეობის ინტერესთა გამოხატვაში შეიძლება იყოს როგორც ცალკეული კომპანიის, ასევე შეიძლება იყოს ეს კონსორციუმი და რა თქმა უნდა ჩვენ ვაპირებთ რომ საერთაშორისო მასშტაბითაც ინფორმაცია გავაცელოთ და მიცოთ საშუალება საერთაშორისო მსხვილ კომპანიებს მიიღონ მონაწილეობა აღნიშნულ პროექტში. დღეს ეს იყო ბიზნეს კურიერი, ამით ასრულებს თქვენთვის მუშაობას. მომავალ შაბათამდე დაგემშვიდობებით. არ დაგავიწყდეთ, გვეწვიეთ Facebook-ზე, გაგვიზიარეთ თქვენი აზრი თქვენთვის აქტუალურ თემებზე. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შეგიძლიათ შეხვიდეთ რუსთავის ვებგვერდზეც მიმდინარე სიახლეების გასაცნობად. ნახვამდის.